ჩინეთის მიმართულებით ქართული ღვინით დატვირთული 10 კონტეინერი გავიდა. ღვინო ჩინეთში მდებარე ქართული ღვინის სახლებისთვის არის განკუთვნილი, რომელიც ქართული მხრიდან თბილ ინვესტ ჯგუფის, ჩინურიდან კი კომპანია სუოლუნის ერთობლივი პროექტია. სატვირთოები თბილისის გაფორმების ეკონომიკური ზონიდან ფოთის მიმართულებით გავიდნენ, საიდანაც ჩინეთისკენ გაემგზავრებიან. რამდენად მნიშვნელოვანია ბიზნესისთვის ჩინური ბაზარი და დიდია თუ არა აზიაში ქართულ ღვინოზე მოთხოვნა. მარიამ სეთურიძე და გიორგი კიკვაძე დეტალებით. 10 სატვირთო მანქანა, 1000-ობით ბოთლი ღვინო და გეზი აზიისაკენ. ქართული ღვინით დატვირთული 10 კონტეინერი ჩინეთის მიმართულებით დაიძრა. პროდუქცია, რომელიც ქართულ ღვინოსთან ერთად საკონსერვო პროდუქტს აერთიანებს, ჩინეთში მდებარე ქართული ღვინის სახლებში განთავსდება, რომელიც თბილ ინვესტ ჯგუფისა და ჩინური კომპანია სუოლუნის ერთობლივი პროექტია. 10 სახლი ფუნქციონირებს უკვე ჩინეთის სხვადასხვა პროვინციაში, სხვადასხვა ქალაქში. ასევე გახსნილია სპეციალური საბაჟო საწყობი, საქართველოს სავაჭრო პალატის ხელშეწყობით და საქართველოს მთავრობის თანადგომით, სადაც დასაწყობდება ეს ღვინო და იქიდან ნაწილდება შემდეგ ქართული ღვინის სახლებში. ჩვენი ქართული კომპანიებისა და სახელმწიფოს დიდი ძალისხმევით ქართული ღვინო უფრო და უფრო პოპულარული ხდება ჩინეთში. ჩვენ ვიმედოვნებთ, რომ თებერვლისთვის საქართველოსთან დაახლოებით 900,000 ბოთლ ქართულ ღვინოს გავიტანს ჩინეთში. პირველი ქართული ღვინის სახლი 2015 წლის ივლისში ქალაქ იუში გაიხსნა და 1 წლის განმავლობაში ქართული ღვინის მოთხოვნის შესაბამისად მათი რაოდენობა გაიზარდა. დღეს კი ჩინეთს კიდევ ერთი რიგით მეათე ღვინის სახლი შეემატა. იყიდება ქართული ღვინო, ქართული სხვა პროდუქცია, ასევე სუვენირები, ხელნაკეთი ნივთები. ესეთი სახლი, როგორც გითხარით, მეათე გაიხსნა. თავიანთი პროდუქცია ექსპორტზე დღეს 4 კომპანიამ გაიტანა. ერთ-ერთი 2004 წელს დაარსებული დუგლაძეების მარანია, რომელიც ჩინურ ბაზარზე თითქმის 1 წელია ოპერირებს. კახური ტრადიციული მეღვინეობა კი ტრადიციულ ქინძმარაულსა და ხვანჭკარასთან ერთად წელს ჩინურ ბაზარზე საკონსერვო პროდუქტითაც წარსდგება. ჩვენ დაახლოებით 100,000 ბოთლი გადავტვირთეთ დღეს. უნდა ითქვას, რომ ამ ხელა ერთიანი გადატვირთვა ჩვენ არ ქონია. კომპანია მადლობასთან ერთად ჩვენ ტვირთავთ კატევ ჯგუფი პროდუქციას ნენა სახელწოდებით და გვინდა რომ ჩინელებმა გაიცნონ ჩვენი გურულ აჭარული ასე ვთქვათ სურნელოვანი პროდუქცია, რომელიც არის ამ შემთხვევაში კომპოტები და სხვადასხვა მიმართულება. ძალიან დიდი სამუშაო აქვს გაწეული აგრეთვე ღვინის ეროვნულ სააგენტოს, რომელმაც ძალიან ბევრი გამოფენები დააფინანსა და შეკვეთებიც მივიღეთ ამ გამოფენების შედეგად და უკვე აღარ შევძებით. აზიაში ქართული პროდუქტის ექსპორტისა და გაზრდილი მოთხოვნის ფონზე სოფლის მეურნეობისა და ეკონომიკის სამინისტროებში ვარაუდობენ, რომ ჩინეთთან თავისუფალი ვაჭრობის შეთანხმების მოლაპარაკებების მესამე რაუნდი დადებითად 2016 წლის ბოლოსთვის დასრულდება. ჰონგ-კონგ ჩინეთმა გამოთქვა სურვილი საქართველოსთან თავისუფალი ვაჭრობის შეთანხმებაზე მოლაპარაკების დაწყებაზე, რომელსაც ასევე სექტემბრის პირველ ნახევარში ვგეგმავთ. რაც მნიშვნელოვანია და დამატებით 7 მილიონ ნახევრიან ბაზარს წარმოადგენს ქართული ექსპორტიორებისთვის. ეს არის ერთ დასტური იმის, რომ ჩვენი მიზანმიმართული პოლიტიკა ჩინეთის ბაზარზე ქართული ღვინის კატეგორია ჩამოყალიბების შედეგიანია. წლის ბოლომდე ჩვენ გეგმავთ, რომ 4 მილიონ ბოთლს გადააჭარბებს ქართული ღვინის ექსპორტი ჩინეთში. ღვინის ეროვნული სააგენტოს მონაცემებით 2016 წლის ივლისის მდგომარეობით საქართველოსთან მსოფლიოს 54 ქვეყანაში 23 მილიონ ბოთლზე მეტი ღვინოა ექსპორტირებული. აქედან 2 მილიონ ბოთლზე მეტი, ანუ ყველაზე დიდი რაოდენობა ჩინეთის ბაზარზე გადის.